დილამშვიდობის და სიხარულის ჩემო გოგოებო, მიყვარხართ ძალიან და გისურვებთ წარმატებულ დღეს. დილა ხალისისა. დღეს ავისვი ეივონის ტუში. ნახეთ, მე არ მაქვს საერთოდ წამწამები, ხო იცით? საერთოდ არ მეტყობა და რეგია მომეწონა. პირველად წავისვი. დავტესტე. არ მიყვარს ტუშის წასმა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი გასაცლელია და საღამოთი თვალები ძალიან ჩამიშავდება ხოლმე. მაგიტო არ მიყვარს, მაგრამ როცა არ აქვს წამწამები ძალიან ალამაზებს. გიაცახში ავადავლივთ ერთად. ისეთი ამინდია, ცივა, გარეთ ამინდის პროგნოზში ვნახე და ისეთი შეგრძნება თითქოს 3 გრადუსია რა, სითბო და 3 გრადუსი ხო იცით? ზამთრის ამინდია, ანუ ძალიან ცივა. 3 გრადუსი ცივა. და მათე უნდა წავუყანოთ მანქანით სკოლაში. ესე ვერ გავუშვებ. მე შემცივდა. არ ვიცი, მათე ჯერჯერობით კარგად არის, მაგრამ ერთი დღე წავიყვანე, როციო და 8 ცივდა, აი მაგ დღეს წავიყვანე, მინდა თან ცოტა დავწვეთი და შემცივდა, გასიებული ვარ და მათაც მეუბნებოდა ცოტა ყელი მტკივაო. ხო, აღარ ვთქვი, აღარ დავუწუწუნია, მაგრამ ერთხელ მითხრა, რომ ცოტა ყელი მტკივაო და არ ვიცი, იმედი არის, რომ გადავჩებით. ძალიან ცუდი ვირუსები გადავიარეთ მთელი 10 დღე ბავშვის სახლში იყო. მე კლასელის მშობელმა მითხრა, რომ ესეთი ცუდად მყავდა ბავშვები. ისეთი ცუდად, მათ ეგრე რთულად არ იყო, სიცხეც კი არ ქონდა. მაგრამ ბავშვები ძალიან ცუდად იყვნენ. ფეხზე ვეღარ დგებოდა, გულისრევები ქონდათ. მეთმა დაგვიფაროს რა, ნეტავი აღარ დაემართოთ ეს ვირუსები ბავშვებს. ეგ იყოს და გადავიაროთ. აცივდება ხოლმე თუ არა, მე ვცივდები იმ წუთში. და მე ჩემს საქმეებს შევუდგე. სტაფილოც მაქვს და სტაფილოს სალათიც მინდა დღეს გავაკეთო და სტაფილოს სალათიც მინდა დღეს გავაკეთო და სუკოს სალათიც. ორივე მინდა გავაკეთო დღეს. ეხლა შეამჩნიეო, რომ გაძვირდაო, გუშინ დამეწერეთ და გვიან შეგიმჩნევიაო შენ კიდევ, როდამდე უნდა გააჩვიდო? გოგოებო, აი ამაზე კი უნდა გავიდოთ და ხმა ამოვიღოთ. რა ვიცი, შეუძლებელი ხდება უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრება. როდემდე შეიძლება გააძვირო პროდუქტები? აშკარად შევამჩნიე, რომ ძალიან არის მომატებული ფასები. ორნაბიჯში. კიო გაძვირდაო. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი, რა უბრალოდ. რა უნდა ვქნათ? შვილები ყავს და მშვილები ხო ვერ ვიქნებით. ეხლა თუ კი ევროპაში არის დაბალი ფასები,
შედარებით. აქ რატო ვერ ახერხებენ მაგას, რატო ძვირდება ყოველ თვე ფასები, რატო იმატებს, მე ვერ ხვდები. არ ვიცი. გვირილაში რომ მუშაობდი, ფასებს რო ცვლიდით ხოლმე, მგონი მთლიანი ფასები იცვლებოდა 5 დღეში თუ 6 დღეში ერთხელ. და ცოტათი, მაგრამ ყველაფერს ქონდა ხოლმე მომატებული და მე კი აღარ აკლდებოდა. რჩებოდა ეგ ფასი. სულ, აბსოლუტურად სულ ყველაფერს ემატებოდა ცოტა ფასები. შეუმჩნევლად, მაგრამ ემატებოდა მაინც. და ეხლა აშკარად შესამჩნევი იყო გუშინ ჩემთვის ფასების მომატება. რო შენის გოგოებო, რო შენის ვაფლი. ხო იცით, მწვანე და წითელი რო არის. მწვანე შეფუთვაში და წითელ შეფუთვაშია. ერთი თხილისა, მე მგონი მე ჩვეულებული. 5 ლარამდე ეწერა. როდის ღირდა ეგ 5 ლარი? უმეტო ჩემო ესეთი უცბად ნახტომი არ ვიცი რა. სასწაული. სასწაული. რას აპირებენ არ ვიცი. საქართველოში აღარ მიდარჩება ცოტა ხანში რა. ისეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ხალხს. ბევრს აუწერია ჩემთვის, რომ ჩამოსვლა მინდა, ჩამოსვლას ვფიქრობ, მაგრამ მეშინია. მეშინია საქართველოში დაბრუნებისაო. ისეთი ფასებია. არ ვიცი. რა ვქნათ, რა მოვახერხოთ. როგორ ვაკეთოთ, არ ვიცი. ავიდეთ იქით, ისაც გავუტანა ყველას და იქით დავირდებთ. აი ესე გოგოებო, მალე ალბათ მარტო მილიონერებს შეეძლებათ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. აი მადეთ მიდის ყველაფერი მგონი. სპეციალურად აკეთებენ, რომ ეგეთი ისა აქვს უკვე. შეკარია. ესეთი აქ ეგეთი შთაბეჭდილება რჩება უკვე, რომ სპეციალურად აკეთებენ. ხალხის უწავიდეს აქედან და გავიდნენ. მივესალმები შენ მაყურებელს შანა. მივესალმე გაბარასებული ვარ. დილა ადრიანად. რატო ხარ გაბარასებული? ფასებზე გია, ფასებზე ძალიან იმატებს. ყოველ დღე ძვირდება. აი აქციაზე ფასებზე რო გავაკეთოთ და გამოვიდეთ აქცია რო გავაკეთოთ, მეც გავიდოდი. ისე ვარ გამწარებული. მართლა გეუბნები, პოლიტიკურ საქმეებში არ ვერევი ხოლმე და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვიდოდი. აუცილებლად. იმიტომ რომ უკვე ის არის, რა ქვია. შეუძლებელი ხდება უკვე რა ცხოვრება. ჩვენ ქვეყანაში, რა ვიცი. ალბათ ძალიან უნდა გააძვირონ, რომ მართლა გავიდეთ ხმა მოვიდეთ. ისე რომ მართლა უკვე ბრინჯსაც ვეღარ ვიყიდით მაკდონემდე, რომ გააძვირონ. ალბათ უკვე ხმას ამოვიდებთ მარტობაში. მოდი. ესეთი ნათეს უყვარს და გუშინ. შოკოპაის არაფერს ჩამოვარდება, ძალიან გემრიელია. მამაშობა და მიკესია და. რა არ არის გასაბრაზებელი. ძალიან გასაბრაზებელი თემა არის საკონი. და გონია უკვე არ არის ეგ პიკი მისული, რომ დაგაბრაზდეს ადამიანი? კიტრი და პამიდორი ხო საერთოდ ვიღაცამ დადო იმაზე, რა ქვია, Facebook-ზე, რომ 4 ცალი კიტრი მე მგონი რავი 20 ლარი ღირდა მგონი. კარფუში. 4 ცალი იყო შეფუთული პლანტას კიტრი. ეგ ხო ჩვენთვის არ არის.
ჩვენი ფენისთვის ვერ შეწვევი პლანტას კიტრი და პამიდორი რო იყიდო რა, ძალიან ძვირია, აი უზომოთ. და ჯიქი. მაგ ზღვარს გადაცდა უკვე ჟანა, როდესაც ხალხი უნდა გამოსულიყო წესით. მაგრამ პრობლემა იმაშია. უფრო კაი არ გამოვა. პრობლემა იცი რაშია? რო გამოვიდნენ არ აქვთ არანაირი იმედი, რომ რაიმე შეიცვლება და მაგითო აღარ გამოდის ხალხი. ეს არის უკვე ნიჰილიზმი რა. უიმედობა საზოგადოებაში. რომ გამოხვიდე და ამითი რაღაცა შეცვლი. აღარ აქვს ამისი წარმოდგენა და იმედი ხალხს. ასევე საჭიროა ლიდერი, ეხლა შენ რო ასე ფიქრობ. სხვაგანაც ვიღაც ფიქრობს, ხო, და ეს ძალიან ბევრ ადამიანში არის ეს ვთქვათ სურვილი, მაგრამ გამაერთიანებელი არავინ არ არის, რომ შეკრიბოს ეს ხალხი. ესეც ხო არის აი ადამიანის ცხოვრებაში ესეთი მომენტი, რომ ინდივიდუალურად ყველა შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ გამაერთიანებელი რესურსი არ აქვს, რომ რამ შეიძლება გააერთიანოს ეს საერთო აზრი. და მაგით სარგებლობს ყოველთვის ისა ხელისუფლება, რომ ადამიანები არიან დაფანტულები. თვითონ ყიდულობენ ახლა მათთვის არ არის კი ეს ფასები პრობლემა, ხო? რა თქმა უნდა, ახლა არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ თავრობაში ერთი ადამიანიც კი არ დარჩა, რომელიც მილიონერი არ არის თითქმის. და ახლა მილიონერისთვის ახლა 20 ლარი რო კიტრში გადაიხადოს რა არის? წარმოგიდგენია იმდენად აბსურდული თანხაა მისთვის 20 ლარი, 20 თეთრი სტოლფასიც არ არის ჩვენი გადასახედიდან. რა ვქნათ ჩვენ საწავლით? და სირთულეების გადატანა მაშინ არის ძნელი, როდესაც წინ ვეღარ ახედავ იმას, რა ქვია, პერსპექტივას და იმედი აღარ აქვს. ეს არის ყველაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა ადამიანისა. აი ესეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, რომ ორი ოჯახი ცხოვრობდა ზუსტად ერთნაირ სახლში. ორივეში წყალი ჩამოდიოდა, ქარი შედიოდა. ერთნაირი მდგომარეობა. ზუსტად აბსოლუტურად ერთნაირი მდგომარეობა ჰქონდათ. და ერთ ოჯახში ძალიან კარგ განწყობაზე იყვნენ. და მეორეში აი ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. არადა პირობები ერთნაირი ჰქონდათ, ზუსტად. და როგორ ფიქრობ, რატო იყო მათი განწყობა განსხვავებული? ვიცი მაგალითად. გახსოვს? კი. იმიტომ რომ ის ოჯახი, რომელიც კარგ განწყობაზე იყო, უთხრეს, რომ რაღაც ძალიან ახლო მომავალში ახალ ბინაში გადაგიყვანთო. ესე იგი, იმედი გაუჩნდათ. იმედი ხო? და საინტერესო იცი რა არის? ჯერ ხო არ იყვნენ გადასულები, იგივე პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ იმედი უკვე სხვანაირ განწყობაზე გაყენეს. და ჩვენ იმედიც რო არა გვაქვს. ხო და ეს არის. შეიძლება. ხო და მაგას გეუბნები, ეს არის ნიჰილიზმი უკვე, ანუ მძიმე ფორმა ადამიანის მდგომარეობისა, რომ პერსპექტივას ვეღარ ხედავ. რო უკეთესი იქნება. დაიცალა გია საქართველოს დაიცალა ყოველ დღე იცი რამდენი ხალხი გადიდის, მიდია ტოვებით. რომ ერთი ადამიანი მაინც მიდის, რომ აქ დანარჩენები შეინახოს. და რა ვიცი, საზღვარი ხო უნდა გქონდეს ამ ყველაფერს, კაცო, როდამდე შეიძლება ეს აუტანელი მდგომარეობა რა. მეტი არაფერი აღარ უნდა ადამიანს ისედაც ამასაც ვეწუდებით და ამის გარდა მეტი არაფერი არ სჭირდება საჭმლის გარდა. ხო იცი როგორ არის სახარებაში ნათქვამი. ფულის მოყვარული ფულით ვერ გაცხებაო. და სამწუხაროდ
ზემოთა ეშელონებში ზუსტად ასეთი კატეგორიის ხალხია, ხო და სასრული არ აქვს, საზღვარი არ აქვს მათ სიყვარულს ვერცხლის მიმართ რა, რო იტყვიან და ვერცხლის მოყვარული ადამიანი უკვე ვეღარაფერს ვეღარ ახედავს ირგვლივ რა ხდება. სხვას როგორ უჭერს ხო გია? კი. ის ვერა. დაბრმავებულია აი ამ გრძნობით, ხო? ვერა. და მაგიტომ არის რომ ეს მარტო ჩვენ ეპოქაში კი არ ხდება ჟანა. წინა საუკუნეებშიც ასე იყო. ზოგი იყო, რო იტყვიან ფუფუნებაში და ზოგი იყო ერთი მუჭა ბრინჯი ენატრებოდათ რო ეჯამათ, ხო? რატო? იმიტომ რომ ადამიანში არის ესეთი ზნე, ესეთი ბუნება, ვერცხლის მოყვარეობა და ყოველთვის ხლეჩავს საზოგადოებას შუაზე მე. და მე მაგას მოსდევს რევოლუციები, ომები, დაპირისპირება, ჯერ საზოგადოებაში ბუნტი, შფოთი და პრობლემები და ასე შემდეგ. სანამ ყოფნით იმათ შემაკავებელი რესურსი. ვინ აწვირებს გია? მე უფრო სხვა რაღაცა პრაქტიკული ისინა, ვინ აწვირებს ამ ყველაფერს ესე? სახელმწიფოს ევროპაში შეიძლება ფასები რო დაარეგულირონ. აქ იქაც გაწვირდა კი ამბობენ, მაგრამ ესი არა. აქ რო ძალიან გაწვირდა ფასები, მე ამბობდნენ რომ ევროპაშიც გაწვირდა, როგორ არა გაწვირდა და ბლოგერებმა გადაიღეს რა ვიდეოები, რანაირად გაწვირდა იქ ფასები და ესი არ გაწვირდა. როგორც აქ არის უკვე შეუძლებელი სუნთქვა. სუნთქვას გიკრავენ უკვე რა. რისი ბრალია ჟანა იცი? ეკონომიკური პოლიტიკისა. ჩვენც არაფერს ვაწარმოებთ საქართველოში. სულ იმპორტია. სულ შემოსულია ყველაფერი აბსოლუტურად. რძიდან დაწყებული, რა ვიცი, ისინიც აღარ არის უკვე რა. საძოვრებიც არ არის, რომ ძროხამ რაღაცა ხო უნდა მოძოვოს გია რა, რომ რძე გქონდეს და ერთეულებს რო ყავთ. ჩვენთან კიდეც. არიცია სად იმას აქნა. აძოვონ საკონელი. სად აძოვო საქონელი არიციან გია. ხო და ნუ ეხლა საქონელი ძირითადი რო იტყვიან რესურსი არის მთაში, ხო? ხო. და ყველა ვერ ეგუება მაგ პირობებში ვერაცხოვრობენ. ერთეულებიღაა რა, აი მთაში დარჩენილი. და ადრე ველზეც იყო საქონელი, ხო? დაბლა ჩვეულებრივ ყველა სოფელში იყო. ნახირი იყო ხოლმე, აბა. და ისინი უკვე ეს ამოიწურა რესურსი, იმიტომ აღარ რომ არის საძოვრები. ბიზნესმენებმა იყო. ეს საძოვრები იყიდეს. სულ გაიყიდა. მეურნეობები შექმნეს რაღაც ახალი ჯიშის ვაშლი, ახალი ჯიშის კაკალი და ანუ დიდი პლანტაციები გააკეთეს და საქონელისთვის ადგილი აღარ დარჩა. არა ხო. აი სკოლასაც კი ქონდა ხოლმე თავისი ბაღი. ძალიან დიდი, ქლიავებისა ჩვენთან და ეგეც აღარ არის მე მგონი სკოლის. ყველაფერი დაიყიდა აბსოლუტურად, ყველაფერი. ხო და იმაგიტო ძვირდება ჟანა, იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. და იმპორტი კიდე დამოკიდებულია ვალუტის კურსზე. ხო. ანუ იქიდან შემოსული პროდუქცია იმათ კურსზე არის სტანდარტული ნორმალური ფასი, ვთქვათ 1 ევრო ავიღოთ, ხო? ერთ სულ მოსახლეზე რა კოეფიციენტიც აქვს იმ 1 ევროს. არის დაბალი, ხო? ჩვეულებრივ ის არის. დაბალი ფული, რომელსაც ცოტა რაღაც ძალა აქვს. და ჩვენთან რომ 1 ევროს რაღაც შემოვიდეს, ჯერ ხო უნდა გაბაჟება გაიაროს და კიდე დაემატოს თანხა. სახელმწიფოში რო შემოსავალი შევიდეს. შემოსული აი ამ იმპორტით. ახლა მაგას კიდე გადამყიდველი ყიდის და მე მომხმარებლამდე რომ მიდის. ხო? იმ გადამყიდველმაც ისეთი ფასი უნდა დაადოს, რომ თავისი მოგებიდან საშემოსავლო ის პლანკა. საქართველოში ქართველები არ არიან ზარმაცი, ზოგი ამბობს ხოლმე, რომ ვითომ ქართველები ზარმაცები არიან და არ არიან იმ თაშიც პირობები უნდა შეუქმნას სახელმწიფო, რომ თაში გაჩერდეს ადამიანი. ეხლა რაჭაში რა ამბავი იყო გია? იმ ხელა თოვლი მოვიდა, თოვსაც კი არ აწმენდავდნენ, რავი, რამდენი ხანი. ტექნიკა.
და მსხვერპლიც კი იყო, ხო იცი, ჩამოწვა სახლი და ესეთი ძალიან ძველი ბინები და ისა ადამიანს სადაც ამის შესაძლებლობა, ხო მთავრობა უნდა გვერდში დაუდგეს იქ მაინც თაში, რომ შეაკეთონ რაღაცა და მე მგონი კაცი მოკდა, ხო, გადაიცვალა ერთი კაცი მოკდა. არ მომისმენია შენ. ხო რაღაცა ეგეთი მოვისმინე, მეც ვერ იდები, იმიტომ რომ მე ჩემზე ძალიან სხვანაირად მოქმედებს, რავი. ძალიან ნერვიულობ ხოლმე თვითეულ ეგეთ ინფორმაციაზე, მაგრამ მაინც მოკრავ ხოლმე თუ ასე ხავასად ვერ გაიქცე. და იმაში რა ქვია გერმანიაში როგორ არის სოფლები, ხო გიცქერია, რანაირი სოფლებია. ჩვენ ქალაქების უდრის რა ინფრასტრუქტურა. შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენთან კიდე ხო გეუბნებით, აი ჩვენ სოფელში კლუბის გაიყიდა, ყველაფერი გაიყიდა აბსოლუტურად. მირეკავა, წავედით გოგოებო, აბა ყველას წარმატებული დღე. მიყვარხართ ძალიან და ვინ მირეკავს ნახოთ. უცხონომერი იყო და კარგ ამბავზე დაგვირეკეს. გოგოებო, მე გეტყვით მაგ ამბავს. და ვამთავროთ გაბრაზებულმა ვიდეო და ვამთავრო გია. არა, გაბრაზებულმა არა. აბა რა ვქნათ? რა შეიცვლება რამე? კი. თუ წავიდეთ აქედან ჩვენც წავიდეთ. არა, ჟანა. ნახე, ბედნიერება მარტო გარეშე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არის ბედნიერება. ძალიან ბევრი მოაზროვნე ადამიანი საუკუნეები აღნიშნავენ თავიანთი პირადი გამოცდილებით და ეს ფილოსოფიური მსჯელობებით, რომ ბედნიერება მხოლოდ გარეშე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ეს შინაგანი არა პურითა ერთითაც ცოცხლობს ადამიანი, ქრისტემაც თქვა გია. კი, არამედ ღვთის სიტყვიდან. პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვითო. ანუ როცა ეშმაკისდიდა და ეუბნეოდა რომ ქვები პურებად გადააქციე, ხო? ბოლო ერთი თვე საერთოდ არ უჭამია, ხო? 40 დღე გია. 40 დღე საერთოდ არაფერი არ უჭამია და კი არ ებრძოდა შიმშილს ჟანა. ასე წერია რომ ბოლოს მოშივდაო. ანუ იმდენად დიდი იმაში იყო რომ იტყვიან აი ამ ფიქრის პროცესში. რა მისიაც უნდა შეესრულებინა, ეს ხო ნათლობის შემდეგ ხდება, რომ ნათლობიდან რომ მოინათლა მერე წავა უდაბნოში. ისეთი დიდი საფიქრალი ჰქონდა და მისია და თავიდან ბოლომდე რო აცნობიერებდა რა გზა უნდა გაევლო. რომ მაგ დროს ვერც კი ფიქრობ რა, რომ ქშია თუ რა ხვდები იმდენად ის უფრო ძლიერი ის არის, რა ქვია, ზეგავლენა აქვს ფსიქიკაზე. იცი რა არის გია, მე მართლა შემიძლია რომ საერთოდ ხო იცი, ჩემი ჭამა რაც არის არა, საჭმელი. არ ვიცი, აი მართლა მარტო ყავაზე შემიძლია ვიყო და პატარა რაღაცა პური მოვიდე ხო, მაგრამ ბავშვებზე ნერვიულობ, შვილებზე ნერვიულობ. ხო, ჯაჭვური რეაქცია არა. ბიჭები მყავს თან. ნიკას ძალიან სხვანაირი კვება უნდა ეს პატარა ჯერ მაინც პატარაა, მაგრამ მისდევს მაგას უკვე რა, მოიზარდა მათეც და სხვანაირად უნდათ რა ყვება და რაღაც მომენტში შეიძლება შემეშინდეს ხოლმე კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ვენდობი, ამდენი წელია მშიერი არ ყოფილვარ, რომ მიდიხარ და აი არაფერი არ მოგდის ამ შენ ფულში, არადა ძალიან დიდი წვალება გიწევს, რომ ეს შეაკოწიწო ეს თახები. აი ძალიან ცუდ განწყობაზე დგები რა. რომ ელემენტარულად ბავშვებს რო საჭმელი აი ისი აჭამურო არ ქონდეს და მაგის ისიც კი არ არის და თან რა ხდება იცი? ესე მდგომარეობა შოხარ და თან აზვირებენ კიდე. ხო, მაგრამ იცი შიშის საფუძველი ყოველთვის არის ხოლმე წინასწარი ილუზიებიც. აი შენაც მყავს შემწუჩი ეგრისკები არ არსებობს. ეს არის უბრალოდ ალბათობის თეორია ჩვენ ქვეცნობიერში. მაგრამ აიც ხო გაშინებს ეს. და გახსოვს პავლე მოციქული ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ვინც არ შრომობს, ნურც ჭამსო. ხო გახსოვს ეგ? და თუ შრომობ, აუცილებლად გექნება რაღაც. ხო. ეგრე არის რომ ხო. მაშინ რაღაც
ზოგადად კატასტროფა უნდა მოხდეს და რა ყველაფერი გაჩერდეს და არავის სჭირდებოდეს შენი სერვისი, შენი რაღაც მოქმედება, ფიზიკური ძალა და ყველაფერი უნდა გაჩერდეს, რომ არავინ სანაცვლოდ არაფერი აღარ მოგწეს შრომისა. მაგრამ კაცობრიობის ისტორია ჯერჯერობით არ შეჩერებულა მისდევს ამ დინებას, უბრალოდ ვინ რა ენერგიას ჩადებს, ვინ რა გამოცდილებას და ასე შემდეგ რა. ყოველთვის შენი ლოგის ყველა მარიცის კაცო მაგდენი ფული შოვნა რომ მილიონერები გავხდეთ და ხო ხო არის ყველა ეს კიდე როგორი თემა იცი აი ზოგი როგორღაც ჩავარდა აი ამ იმაში რა ქვია ღელეში ხო ჩქარი დინებისა და მე როცა რაღაც რესურსი გაქვს ფულისა ფულს ფული მოაქვს ასეთი ნათქვამია და აი ამ ნაკადში თუ ჩავარდა ადამიანი ხო მე ვითარდება იმიტომ რესურსებიც აქვს რომ განვითარდეს და აი მაგ ნაკადამდეა რთული მისვლა იმიტომ რომ როცა არ აქვს რესურსი რაღაც მოქმედება შეზღუდული გაქვს ვერაფერს ვერ აკეთებ ადამიანი და სამწუხაროდ ყოველდღე იშრომ ამისთვის რაღაცა უნდა გააკეთო შენ თავში უნდა ჩადო ეს ყველაფერი გია შენ მომავალზე უნდა იფიქრო და ამისთვის ნახევარი საათი მაინც უნდა გამოყო დღეში და ისწავლო ხო და სამწუხაროდ ვეღარ დავასრულე ჟანა ვინც აი ამ შეჯიბრში ჩაერთო ფულის დაგროვების სულ დაივიწყეს ადამიანური ზნეობა და ის დანარჩენია ხალხი ანუ ეს სისტემა ისეთ მოდელს და ქმნის აზროვნების რომ რაც შეიძლება მეტი და რეიტინგებზე ფიქრობს ხალხი. ვინ რომელ რეიტინგზეა და რომელ იმაში არის, რა ქვია, Forbes-ის ჩამონათვალში, რომელ ადგილზეა. ანუ ეგეც კი არ აკმაყოფილებს ზოგს, რომ ძალიან ბევრი ფული აქვს, მანქანები, იახტები, უბრალოდ ის ნომერი უნდა მაღლა იწიოს. ადამიანის უსაზღრო არის. ხო და იმდენად ეს უკვე ავანტყოფური მდგომარეობაა, რომ ირგვლივ ვეღარ ხედავს, რამდენი ხალხი იტანჯება. აი იმ ციფრზე ფიქრობს, რომ 94 რო არის, ის ვიღაც 93-ია და იქ უნდა რო აძვრეს. იმ სახელისა და გვარის მაღლა უნდა ავიდეს. აი ეს არის უკვე ავანტყოფობა. ალბათ ყველა სხვადასხვანაირად თხოვს, ხო, ღმერთი გია. რამდენიც მოგეცა, ხო იცი ტალანტების ისა. ზოგს ერთი მისა, ზოგს ორი, და უნდა გაეორმაგებინათ და ვისაც ერთი მისა, იმან საერთოდ წავიდა და ჩაფლა, ხო გახსოვს. და ეხლა რაზე გამეფიქრა, იცი, ფეხბურთელებზე ჩვენი. რო ეხმარებიან ხოლმე ხარ. კი. იცი რა არის, აი ზოგი მაგ მდგომარეობაში მართლა ვეღარავის ვეღარ ხედავს. ისეთ იმაში არის და ღმერთი იმას როგორ უფასებს, ხო? ნამდვილად უფასებს. Facebook-ზე მინახია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ეხმარებიან ხალხს რა. გაჭირვებული ერთი ბიჭი არის რა, გაჭირვებული იმას ოჯახებში დადის და მე ამბობს ხოლმე, რომ ამან გადმოგირიცხათ ფული, იმან გადმოგირიცხათ და ფეხბურთელის სახელი და გვარები ჩვენებისა მომისმენია რა და ხო და კიდე რა არ მინდა ჟანა იმიტომ რომ იქ როცა ხარ მართლა ვეღარაფერს ვეღარ ხედავ გარშემო და თუ შენ ხედავ მაგას ძალიან აფასებს რამხელა სატყუ არა არის ამხელა დიდი ფული იცი იმდენად შენ პიროვნებაში თანდგავს რომ ერთხელ ერთი ძალიან დიდარი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა იესოსთან და უთხრა რომ რა უნდა გავაკეთო, რომ შენი მოწაფე გავხდეო და გაყიდე მთელი შენი ქონება და დაურიგე ღარიბებსო. და ხალხში შეერია და გაიპარა ეს ბიჭი. ანუ ყველაფერს ვაკეთებო, ჯერ დიალოგი ქონდათ. მართლა აკეთებდა. 10 მცნებას ვასრულებო, მარხულობო, დღესასწაულებზე და ან ყველაფერს ვაკეთებო და იესომ დაინახა მისი პრობლემა. ეს იყო ფულის სიყვარული. და უთხრა ყველაფერი გაყიდეო, განაიხლა იესოს მართლა ეკი არ უნდოდა რო გაეყიდა. უბრალოდ მისი სისუსტე დაანახა. გულის გომარეობა. ყველაფერი გაყიდე და მე გამომყევიო და ვერ გადადგა იქ. მე რა თქვა ისო, ხო გახსოვს გია. ეგ უკვე შენათქი. უმალ აკლემი გაძვრება ნევსის ყუნჩი ვიდრე დიდარი შევახთვისას ფეველში. ხო, აი ეს არის მათი პრობლემა სამწუხაროდ. თორე თავისთავად ქონებაში კი არ არის პრობლემა, მას და მიჯაჭულობაში და აზროვნების არასწორ ფორმაში.
თორე სიმდიდრე თავისთავად არ არის მოხსენიებული, თქვა სახარებაში როგორც ცუდი, იმიტომ ყველაზე მდიდარი ღმერთია, ყველაფერი მისია. სოლომონი? ან სოლომონი მისა, სიმდიდრეც მისა. მაგრამ აზროვნება არის მთავარი, როგორ უყურებ ამ ყველაფერს. აი რატო არა მაქვს ჯერფული? მეთქი ეს რატო არა გვაქვს? ალბათ საკმარისი გამოცდილება არა გვაქვს, რომ ფული არის მერე ადამიანის ტესტი. შეიძლება სულ შეგვცვალოს. და შეიძლება არ არის ამ ეტაპზე, რო იტყვიან. ან შეიძლება არც არასოდეს არ იყოს საჭირო, რომ შენ ადამიანად დარჩე. ჯერ არ არის. მე მგონია, რომ ნუ ესეთ გაჭირვებაში როცა ხარ მართლა და თან ღვთის მოშიში გული გაქვს. მართლა რაღაცას გასწავლის ამით ღმერთი. ხო, რო არ გაქვს. ნიჭიერი ხარ, ჭკვიანი ხარ, ზენი ხარ, ტვინიც გაქვს ყველაფერი, მაგრამ არ გაცლევს. აი არ გეცლივა რა. სასწაულია კი, არ გეცლივა ეს. ხო, რაღაცა შეიძლება ძალიან დიდ დაბრკოლებად გადაიქცეს. მაგრამ მე მჯერავს, რომ აუცილებლად გვექნება ჩვენ შეიძლება მართლა მილიონები არა და არ ვიცი ხო, მაგრამ იმედენი რომ ამ ყველაფრისგან ამ გაჭირვებიდან ამოძვრეთ და იმდენი მქონდეს რომ სხვასაც დავეხმარო, როგორც მე მეხმარებიან ახლა. ხო, ეს ესეთი мотиваცია ძალიან მაგარია. ხო. რომ იმიტომ გინდოდეს რომ ქველმოქმედება შეძლო. აი ყოველთვის რაც მაქვს ხომ იმითიც კი ვცდილობ რომ ვიღაცას დავეხმარო და არაფერი ისეთი არ აქვს ხო სიტყვითაც კი აი არაფერი ძუნწი არა ვარ არასოდეს არ მენანი გახსოვს არც ჩემი ცოდნა და ქველმოქმედება არაფერი აი ჟანა ნახე ერთი ისტორია გამახსენდა ქველმოქმედება რამხელა დიდი ძალა ღმერთი როგორ გიფასებს დიდი შიმშილი იყო ჩამოვარდნილი პალესტინის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი წინასწარმეტყველი მიადგა ერთ-ერთ სახლს. იქ ცხოვრობდა მარტოხელა დედა შვილთან ერთად. ვაფშე არაფერი ჰქონდათ რა, რომ საჭმელი ეჭმიათ, მარტო ერთი პატარა დოქი ჰქონდა ზეთი და ერთი მუჭა ფქვილი. ვიცი ეს ისტორია. და ეს წინასწარმეტყველი რომ მივიდა, კი არ უთხრა რომ არაფერი არ მააქვსო. გაუყო გამოუცხო ის ხმიადები და აჭამა და ღმერთმა ეს რო დაინახა იმ შიმშილობის პერიოდში რო ხალხი აიწყდებოდა რო იტყვიან სასაული მოხდა და მის დოგში ზეთი არილეოდა და ფქვილი არილეოდა იმ იმაში სკიურში საცა ეს ფქვილი ქონდა ხო ძალიან დიდი დრო კი ანუ რამდენი სამნა გამოეყენებინა ისევ იმდენი იყო შეგ რამხელა სასწაულია და სულ ქონდა ერთი მოსამზადებელი ულუფაღა. და სულ ქონდა ეგრე. და სულ ქონდა მე ეს ყველაფერი. აი ქველმოქმედებას და სიკეთეს აქვს ძალიან დიდი ძალა. თუ ამაში იყენებ და არა უბრალოდ ბანკის ანგარიშებზე რო აქვს ხალხს დაგროვილი და იგვლი რო ხალხი შიმშილით კვდება. ზოგიერთი ბავშვები. ყოველ წელს 5000 ბავშვი კვდება შიმშილით. და ალბათ გინახიათ ხო ის ილუსტრაციები ანუ ვიდეო რგოლო ძალიან გამხდრები და შიმშილის გარო ვეღარც კი მოძრაობენ. აი ეს ძალიან დიდი ცოდვა ტრიალებს დედამიწაზე. ყველასია ეს დედამიწა, ყველას ეკუთვნის საკვებიც, საცხოვრებელი ადგილიც. ხო და აი ყველაფერი რო დაგვინახია ხოლმე კი. რაღაც ნაწილი ართმევს იმ მეორე ნაწილს ყველაფერს და 2 მაგს და 10 მაგს თავისთვის იგროვებს. 10 მაგს. ხო, 100 მაგს. აი ეს ყველას მოეკითხება როგორც იესომრო თქვა, ხო იცი? ვერ გაძრებაო, აკლემი გაძრება ნევსის ყუნჩი და იმას გაუჭირდება ღმერთთან. ხო, ახლა ჩემ თავში ჩავიხედე, ზუსტად ეგ ყველაფერი რომ მინახია, ეგ გამხდარი ბავშვები და ეს რო ქვეცნობიერში არის, შეიძლება ზუსტად მაგის იგეშინია ადამიანს. ხო, რაღაც მომენტში ესეთი პერიოდი არ დაგიდგეს. კი. შენი შვილები არ დაინახო ესე, იმიტომ რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, ხო? შენ შვილებს ხედავ მათში. მართლა ძალიან დიდი ცოდვები ტრიალებს. ზოგი ცხოველები უფრო კარგად ცხოვრობენ. ჩაერიე მალე. ძაღლებს და კატებს უფრო კარგად აცხოვრებენ, ვიდრე ეგრეთი ბავშვები. მშივრები არიან და ისინი კიდე ზოგს სალონებში დაყავთ და იმ დღეს ისეთი აბსურდი მოვისმინე, რომ
კატას დაბადების დღე გადაუხადეს და სპეციალური მანქანა ყავთ სერვისი რაღაც კადილაკი თუ რაღაც ჯიპი და იმითი ასეირნებენ დაბადების დღე რო აქვს და ნუ აი ხო ხვდები რანაირია მსოფლიო და რამდენად აბსურდული გახდა ეს ჩვენი ის ცივილიზაცია. ცხოველები კარგია, ჩემ ვიდეოებიდან ვერც ერთში ვერ იპოვით. არა, ცხოველების ვამბობდე რომ ის მოვლაზე არა კი არა ქვია. ლაპარაკი. ცხოველი ცუდია და რაღაცა, მაგრამ იმასაც ყოველთვის ვამბობ, რომ ჯერ ადამიანი და მერე ცხოველი. და ადამიანები უკვე როგორ არიან იცი? ზონა ბევრია. ჯერ ცხოველი და მერე ადამიანი. ძალიან მიყვარს ცხოველები. მეც მიყვარს. მაგრამ ადამიანი ჯერ ადამიანია. მერე ცხოველი. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი რო შიმშილით მოკვდება, ეს არის ფაქტიურად ღმერთის შეურაცხყოფა. კი არ გაგიგია, ბევრი ადამიანი ამბობს მაგას, რომ ცხოველი ჯობია ზოგჯერ ადამიანი. ნუ იმათ რაღაც თვისებების გამო, რომ არაფერს არ უშავებენ ისეც. მაგრამ მე რო გამოვარდება და დაგლეჯავს, მე მიხვდები, რომ ადამიანი ჯობია ცხოველს. ზოგი ადამიანი ცხოველი გამოგაჭამს ერთ ადგილს, მე მიხვდები. ზოგი ცხოველი შეიძლება ადამიანურად იქცეოდეს, ანუ კეთილი იყოს და ზოგი ადამიანი ცხოველი. ცხოველებშიც არის ხა ბოროტები იქაც არიან და მაგრამ მაინც ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ადამიანი და ცხოველი. ადამიანი ბევრად მაღლად გაცხადდა. ასე რომ პოზიტიურ ნოტაზე თუ გინდა რომ დაამთავრო. შენ თუ ადამიანი არ გიყვარს, ცხოველი ვერ გიყვარება რა, ეგ არ ამჯერავს, ეგ არის ტყუილი. ვიღაცა გამოვა და აი ცხოველი ჯობია ადამიანი. ჯერ ადამიანი უნდა გიყვარდეს. მერე ცხოველი. კი ეგრეა. და მთავარი პრინციპი რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. აი ეს არის პოზიტიური ნოტა, რომ ღმერთი მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე, რომ სიყვარული გამოავლინოს მოყვასის მიმართ. ამიტომ ეს გაჭიროებაში როცა ვხედავთ ვიღაცას აუცილებლად, აი აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ადამიანებს. აუცილებლად როცა ხედავ. უბრალოდ აი როდესაც გზაჯვარედინებებზე მიწევს გაჩერება შუქნიშანზე და მოდიან ბანერებით რომ თხოვლობენ ფულს. აი ამ ზოგმა აფერისტმა ისე გააფუჭა ეს რეპუტაცია ამ ხალხის, რომ ხალხს ნდობა აღარ აქვს. და ვისაც ნამდვილად ხო, აი ვერ იდებ ახლა და რაღაც მომენტ შეიძლება ნეგატიური გრძნობა გაქვს, რომ აი ქვეცნობიერად ფიქრობ, რომ აი ფულს შოულობს უბრალოდ რა. ხო ხვდები? და აი გაჭიროებაში, აი უკიდურეს გაჭიროებაში მყოფებსაც კი გზა გადაუკეტეს იმათ რა. თუ არ გიჭირს არ უნდა დაიჭირო ეს ბანერი. ხო. და არ უნდა. კი, რა თქმა უნდა. თუ ისე ძალიან აღიჭირს. თუ ახლა მართლა პულის ფული არის. გზა გადაუკეტეს აი ამ თავანთი თაღლითობით ესეთ გაჭირებული. ერთი სიტყვით რა, ჩვენ მეგონი რომ ყველაფერს ვერ არა ღმერთი თუ არ ჩაერია. ადამიანი. ამას უკვე ადამიანი ვეღარ გამოასწორებს. ვერა. იმიტომ რომ შეცდომაზე უფრო მეტ შეცდომას უშვებს ისევ ადამიანი. და შენ გარშემო სადამდეც მიგიწვდება ხელი, აი უნდა აკეთოს იკეთე და რაც შეგიძლია, ხო? რისი გაკეთება შეგიძლია. კი. აი ეგ არის რა, მე წავედი, მიყვარხარ თაბა დროებით.